და მოდი გადავიდეთ მერაბზე რა. ნახე ხა ბოლოს ჯონ უდის პატარა ინტერვიუ იყო, სადაც საუბრობდა მერაბზე, სადაც თქვა, რომ მერაბს აქვსო პატარა ტვიკებიო რა. ანუ პატარა ტვიკები არის მცირე ცვლილებები გასაკეთებელი თავის გეიმში რა, პატარა ტვიკებიო და ოღონდ არ თქვა რაზე იყო საუბარი რა. შენი აზრით რა უნდა გააკეთოს სხვანაირად მერაბმა, რა მცირე ცვლილებები უნდა შეიტანოს თავის გეიმში? პიტერ იანთან. ჯერემერთი. დავილაპარაკოთ იმაზე, რომ მერაბის სტაილი და მერაბი არა ჯონ უდს ჩამოყალიბებული და ჯონ უდი კი ავარჯიშებს მერაბს. უკონტროლებს რაუნდებს, უკავებს პატებს, რაღაც გეგმაში ეხმარება, ასე რომ თქვა, დალაგებას, მაგრამ მერაბის ჰედ კოუჩი რეალურად მაგი არ არის. მერაბის ჰედ კოუჩი არის მერაბ დვალიშვილი. მერაბ დვალიშვილს რაც აქვს აზრად, მერაბ დვალიშვილი მას აკეთებს. თორემ რომ ჯონ უდი ახლობდა მას, რომ მე ჩემი ნება რო იყოსო, მე არ ვაჭყობებდიო ჩემ სპორტსენს. მე ვარ ჰედ კოუჩი. მე ჩემი ნება არის, მე არ ვაჭყობებ, როცა მე ვთვლი რომ საჭირო არის რომ არ იჭყობოს მან, ჩივდეს, არ ვაჭყობებ. ჯობდი არ არის ჰედ კოუჩი მისი, მერაბის ჰედ კოუჩი მარტო მერაბი არის რა. და თვითონაც თქვა ჯონ უდმა, რომ მერაბი გააკეთებს რაც მერაბს უნდა რომ გააკეთესო. ანუ თვითონაც ეგ თქვა რა, მართალი ხარ. ო რა, ანუ ეს ნეგატივის გარეშე გეუბნებ, რომ ანუ ზოგადად ისე გეუბნებ, და ნეგატივის გარეშე. უბრალოდ კოუჩი არის, მაგრამ ჰედ კოუჩი არაა და მისი კარიერის წამყვანი პიროვნება არის და ანუ რეალურად რას წყვიტავს, ახლა მაგალითად მერაბი როგორ სწორად არტყავს მარჯვენა პირდაპირს და როგორ ფუნქციონალურ ფორმაში ასე თუ ისე იქნება რა. თუმცა მერაბი ხო ჯონ უდის გარეშეც ემზადებოდა და კიდე 10 ჯონ უდის გარეშეც მოემზადება. იგივე დონეზე, რამ დონეზეც მზად არის რა. ჯონ უდს გაუმართლა რომ ლას ვეგასში დარბაზი გახსნით და მერაბს უნდა ლას ვეგასში ცხოვრება და ლას ვეგასში ყოფნა. თორე სხვა ადგილას ყოფილიყო, შეიძლება ჯონ უდი არ ყოფილიყო და მაიკლ ჯონსონი ყოფილიყო თქვა და ნებისმიერი სახელმწიფო არის თქვა და მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მაგ ცენტრალური ფიგურა მერაბ დვალიშვილი არის და აი ჩემი თვალსაზრისით რომ და ჯერემი პიოტრიანს არ უნდა დაუკლოთ რომ მისი ცხოვრების საუკეთესო პერფორმანსი გააკეთა. ეს არ უნდა დაუკლოთ. მერაბს აი უბრალოდ ცოტა ნაკლები ფოკუსირებული იყო მაგ ბრძოლაში, ესე ვხედავდი რა. ცოტა ნაკლებად ფოკუსირებული იყო რა. როგორც უკან თვითონ გეიმ პლანში არაფერი არ ნახე ნაკლი? როგორც რამოდენიმე პოდკასტის უკან თქვი, ეს იყო პიოტრიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო ცხოვრებაში და მერაბ დვალიშვილისთვის კიდევ ერთი საღამო იყო. როგორც სულ რა. კიდევ ერთი დიდი ბრძოლა და კიდევ ერთი საღამო იყო რა. აკეთე გავამყრე ხო? პრობლემა იყო რომ პროსტა რაღაც მომენტებში კიდე ისეთი არ კიდევ ფოკუსირებული არ იყო მაგალითად თქვა, თორე ინსტრუმენტალში რაც აქვს მერაბს ისე რომ სრულად რომ გამოიყენოს როგორც ფილოსოფიაში გამოიყენა, ხო კიდევ ერთხელ დააბიჯეს პეტრიანს თავის სახეზე და ანუ კიდევ ერთხელ გადაუვლის პეტრიანს. არ დაგავიწყოთ, რომ პეტრიანისთვის ძალიან დიდი შრომა იყო მაგ ბრძოლა რომ მოერჯა, მაგრამ ადვილად ვერ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. მაგრამ ძალიან დიდი შრომის შადობა მოუწია და მე რო ვთქვა პეტრიანს შეცდომა არ დაუშვია ისე იბრძოლა რა. და აქ ხონდა შეცდომის დაშავების უფლება და ეხლა წარმოიდგინეთ მესამე ბრძოლაში რომ მერაბი არ დაუშვებს შეცდომას რა მოხდება რა. და იქნება როგორც პირველ ბრძოლაში ჰიპერფოკუსი რო ექნება აღებული. გოჩასავით ზურგზე რო დააგდებს. მოკლედ პიტერმა თქვა რომ ოპერაცია გავიკეთეო, მგონი განცხადება იყო, ცოტა ხანი დაცდა მოუნდება, ცოტა ხანი, მაგრამ ზაფხულისთვის მგონი იქნება ეს ბრძოლა. მერაბ თვითონ როგორც მე მომთქვა White House-ზე არ ველოდებით ამ ბრძოლას, მაგრამ რა თქმა უნდა რომ ჩვენ ველოდებით მერაბის ტიტულის დაბრუნებას და ჩვენ უკვე ვაღიარებთ, მაგრამ მასიურად ყველასგან აღიარება რომ მერაბი არის GOAT of the bantamweight division-ის